და მეგობრებო, Grand Canyon-ი. Grand Canyon-ი აი ესეთია, დიდი კი არა და გრანდია რა, რასაც ქვია ესეთი დიდებული არის და Grand Canyon-ზე მინდა რაღაცები მოგიყვეთ, უწყვეთ კადრში, თან პატარა გავისეირნოთ და რაღაცებს დაგათვალიერებინებთ. პირველ რიგში ეს ადგილი არის ყველაზე ცნობილი Grand Canyon-ების მისასვლელებთან შედარებით რა, ანუ ეხლა მიახლოებით შეგახედებთ, რომ აი ნახეთ კატერი, როგორი პატარა ჩანს. ეხლა მოიცადე მიუზუმო ძალიან. აი ნახეთ, დიდი კატერია საკმაოდ 1-12 კაციანი, ისეთი, მაგრამ აი ნახეთ როგორი არც ჩანს აი აქ ამ ხელაზე დიდი მასშტაბები არის. ეხლა გაჩვენებთ აი იქ ქვევით კატერს. შეხედეთ. და ეხლა აი აქ როგორ ჩანს ესე. წერტილით. ეხლა შეგახედებთ აი ამ ადგილას კიდე ისინი აქვთ რა ქვია პატარა ნავებივით რა. ესე. ხო, ეხლა Grand Canyon-ზე გეტყვით რაღაცებს, თან დაგათვალიერებინებთ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, ვინც მოხვალთ ამ ადგილას, კონკრეტულად ამ ადგილს მოვნიშნავ. ფრთხილად იყავით, ულამაზესი სურათების გამო ძალიან ისეთ ადგილას არ მიხვიდეთ და გეტყვით რატო, იმიტომ რომ ეს ხო ისეთია რა, კლდოვანი, ნაშალი და ნებისმიერ დროს შეიძლება რამოდენიმე მილიონი წელიწადი იყოს, თქვათ აი ესე რაღაცა რო დგას, ესე იდგეს, მაგრამ როდის რა ადგილი მოწყდება და ჩავარდება, არავის გარანტია არ გვაქვს. შეიძლება ყველაზე ისე უსაფრთხო ადგილასაც იყო და მაინც მოხდეს ეგრე, მაგრამ აი მაგალითს გეტყვით. აი ახლა აი აქ აი ეს მხარე რაც ჩანს, ხო, ეს დიდი მხარე. ნახეთ აი ეს ბზარი როგორ გადის, აი ნახეთ სად გადის ბზარი. აი ესე და გაჩვენებთ ახლა. წეთი. აი ნახეთ როგორი ესეთი ბზარი არის და როგორ სად და როდის ჩაწყდება, არავინ არ იცის. და ნახეთ როგორი ადგილები არის ესეთი, რომ აი შეიძლება აი ადგილას მიხვიდე სურათის გადასაღება და ნახე როგორი თხელი არის. ნახეთ აი შეიძლება დადგე ადამიანი, ან აი აქ ხო, სიტყვაზე ვიძახე, ან ჩამოჯდე და ნუ ესეთ რაღაცებს დაუფრთხილით, პირველ რიგში ეს ძალიან ისეთი თხოვნა. და დააკვირდით კარგად სად რა როგორ. ეხლა მეორე. ამ ადგილებში ზოგადად მოდი ესე ვიტყვი, რომ ესა რა ქვია, თვითონ ეს Grand Canyon-ი ოფიციალურად მოიცავს რამოდენიმე შტატს, ეს არის კოლორადო, ნიუ-მექსიკო, იუტა, არიზონა, ნევადა და კალიფორნია. ანუ Google-ში რო აკრიფო, ეს შტატები არის, ამ შტატებს მოიცავს რა, ეს Grand Canyon-ების თავისი ქსელები და ასე შემდეგ რა, დიდ ტერიტორიაზეა. მაგრამ უფრო კონკრეტულად სანახავად და აი ყველაზე მეტი სანახავი ადგილი, ხედები და უფრო ესეთი შეჭრილები არის იუტაში და არიზონის საზღვართან, უფრო ახლოს. და თვითონ არიზონაში და დანარჩენ შტატებში, როგორც იცი, რახან ახლა კოლორადო რივერი არის თვითონ ეს რა, კოლორადოს მდინარე ესე ქვია და რახან კოლორადოს მდინარე და კოლორადოს რაღაც ნაწილებს გამოივლის, მაგრამ იქ ახლა ამ ხელა ჩაღრმავებები და ისინი არ არის რა. ხო, ეგ მინდა და მეთქვა. ნახეთ იქით კატერები როგორ ლამაზად შეცვლიან ადგილებს. ხო, გავაგზავნოთ ახლა იქით გზა, საიდანაც ხალხი იყურება მთავარი ხედი, სადაც არის. ხო და გეტყვით კონკრეტულად ამ ადგილას, ესე იგი, მე სადღაც ნამყოფი ვარ ალბათ 20 შეიძლება მეტჯერ. მათ შორის ძველი ვიდეოებიდან ვისაც გახსოვთ ბაკუნასთან ერთად, გიორგისთან ერთად, თემოსთან ერთად, ერთხელ სადღაც 1-7-8 მეგობრები ვიყავით ერთად, უფრო სლავები, უკრაინელები, რუსები. იქ სხვა ისა Facebook-ზე არ მქონდა ოღონდ ვიდეოები, YouTube-ზე იყო. ხო და ნუ ბევრჯერ სხვადასხვა კუთხით მოქვს გადაღებული და ძირითადად ეს გადაღებები ჩემი ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ან მზის ამოსვლისას, ან მზის ჩასვლისას. უფრო მზის ამოსვლის შეხვედრა მიყვარს ხოლმე, როგორც იცით და მაგიტომაც ეგრე მაქვს აფიქსირებული უფრო კადრები. მზის ამოსვლისას ანუ ფაქტიურად აი ეს მხარი არის სულ ჭრდილში ხოლმე და ნენელა ესე მზე ესე ჩამოუყვება რა, იმიტომ აქედან მხრიდან ამოდის მზე. და ესე ნენელა ჩამოუყვება ხოლმე და
სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ჩრდილები არის და სხვადასხვა სილამაზეთ აღიქმება. ეხლა ვარ შუადღითი და სხვათა შორის პირველად დაემთხვა რომ ამ ადგილას ვარ შუადღითი რა. და ესე ზემოდან როა ყველაფერი და ისე ანუ ჩრდილები უფრო იმას კარგი მას ქმნის რა პეიზაჟს არ ვიცი რამდენად ქართული სიტყვაა. ხო ნახეთ აი როგორც აი ახლა იმას ხო ქვისგან აქვს ჩრდილი. და ჩრდილები უფრო ისე გამოკვეთავს რაღაცებს რა. ხო. ეხლა გაჩვენებთ კიდე ერთ ადგილს. რომ მოხვალთ ამ ადგილას, სად მიხვიდეთ, რომ საიდან გადაიხედოთ უფრო ისე კარგად. და თან კიდე გეტყვით, ესე იგი ამ ადგილს ქვია horse show, ანუ როგორც ნალი, ცხენის ნალი რო არის, იმიტომ რომ ესე გამოიყურება ესეთი აქვს რა, circle. ხო და Grand Canyon-ზე ძალიან ბევრი ტური იყიდება ძირითადად ლას-ვეგასიდან. იმიტომ რომ ლას-ვეგასიდან ყველაზე ახლოს ხედი, სადაც შექმნეს იმ ადგილას ერთ-ერთ ბიზნესმენს აქვს მონოპოლია და ფიზიკურად შენ თვითონ ვერ მიხვალ. აი, ანუ ბილეთი უნდა იყიდო რაღაცა ადგილამდე მიდიხარ, იქ კიდე იმათ, ანუ შენივე მანქანით ვერ იმათ ტრანსპორტში უნდა გადაჯდე, იმათ ავტობუსში, ისინი წაგიყვანენ ხედამდე და რომელიც ის იქიაური ყველაზე ცნობილი ხედი არის, რომელიც სურათებში თუ გინახიათ, ესე შუშის ხიდი შედის ესეთი რა. მომრგვალო შუშის ხიდი და იმაზე გეხარ და ზემოდან იყურები. მაგრამ შედარება რო გავაკეთოთ, ეს ხედი ბევრად ჯობია. ის უბრალოდ ლას-ვეგასთან ახლოს არის, ძალიან ბევრი ტურისტი. ну, ფასიც სხვანაირად არის რა. აქ რომ მოდიხარ მაგალითად, მანქანით ამ აქაურობის პარკინგზე $10 სიხდი და სხვა არაფერი საერთოდ და იქ კიდე ყველაფერში ისე საკმაოდ ისე თანხები გჭირდება. აი ნახეთ როგორი ნაპრალებია. ეს უკვე მოვედით სახალხო ადგილას და აი კიდე ჩვეულებრივ საიდანაც იყურებიან ხოლმე. ანუ ეს არის ცენტრალური ხედი რა. ავიდეთ ახლა სხვა არაცენტრალურ ადგილას. კონკრეტულად მე საიდან მომწონს ხოლმე, ანუ გზის ამოსვლას სადაც ვხდები ხოლმე, იმ ადგილს გაჩვენებთ. ხო, და სანამდე გავაგრძელებ, ესე იგი. იქ ლას-ვეგასთან რომელი ტურისტი იყიდება ხოლმე, იქ არსებობს ნუ სხვადასხვანაირად რა, ვერტფრენით რო დაგათვალელებინონ, თვითონ ამ შუშის ხიდზე რო გაგიყვანონ, ოღონდ შუშის ხიდზე თუ ვინმე თქვა ახლა ქართველებმა როგორც ვიცი ბევრმა დაიწყო ესე ვიდეოების ჩაწერა, ბლოგების და ასე შემდეგ. მინდა ურჩიო რომ ანუ იმის იმედად რომ თქვენ წახვალ და თქვენ გემოზე გადაიღებთ, ეგრე იქ არ არის, იმიტომ რომ იქ არ გაძლევენ უფლებას ტელეფონის და ასე შემდეგ რაღაცების შეტანას. იქაური ფოტოგრაფი გიღებს ფოტოებს და იქ შეგიძლია მე გამოსასვლელში იყიდო. ასე რომ გადასაღებად ეგ ადგილი არის ისე რა. კონკრეტულად იმ შუშის ხიდს ვიზახი. ანუ არა კომფორტული. ესე ვიტყვი. ხო, ნახეთ როგორი რელიეფია. ხო, ესე იგი, მაგის გარდა იუტაში არის ძალიან ბევრი მისადგომები Grand Canyon-თან რა, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად კოლორადო მდინარეს წლების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე ესე გაჭრილი აქვს არხი და უფრო ღრმავდებოდა. მე იქ სიმშრალემ იმან რა ქვია, ქარმა სიტუაციამ სხვადასხვა რელიეფი შექმნა რა. მინდა არ გინდა ნახეთ ახლა აქედანაც რა ლამაზი ხედია. და ახლა ნახეთ როგორი გამოკვეთილად მწვანე არის ძველ ვიდეოში თუ გახსოვთ ჩემთან ანუ ეს მწვანე ფერის ესეთი არ არის რა ახლა ძალიან ბევრი ხავსი არის აგვისტოა ახლა და მაგიტომაც ხო და უფრო გამოკვეთილი მწვანე არის ნუ სანახავად უკეთესი არის მაგრამ აი გაზაფხულზე მაგალითად გირჩევთ სადღაც აქეთ ხარეს თუ მოხვალთ ესე მარტში არის ძალიან ესეთი წკრიალა მდინარე საბანაოთაც ძალიან კარგი არის და ხო, ნუ უფრო მოგეწონებათ ჩემი აზრით და კიდე რა ხდება. აქედან ამ ადგილიდან სადღაც 1-5 მაილის მოშორებით, კილომეტრების სადღაც 8 კილომეტრის მოშორებით არის ადგილი, სადაც
ნავები, კატერები ქირავდება და ესეთი ექსკურსიები კეთდება წყალზე და მაგის გარდა თქვენ შეგეძლიათ თქვენი ის მოიტანოთ პატარა ნავი, ან გასაბერი ნავი ან რაღაც ეგეთი და ეს მდინარეში გაისეირნოთ. ხო, საკმაოდ ისე კომფორტულია სხვათა შორის და კარგიც. და თან ჩრდილშიც გიწევთ, ცოტა ძალიან შუა დღითი არის ესეთი მომენტი, რა მზე რო გაჭერს, თორე დანარჩენი სულ ჩრდილებში გიწევს სიარული და ძალიან კომფორტული არის. ხო. ეხლა ფაქტიურად აგვისტოში სადაც ალბათ 1-6 წლის წინ ვიყავი ნამყოფი და ზოგადად აგვისტო ჩემთვის ყველაზე არასამოგზაურო თვე არის ხოლმე. აქეთ ხარეს ჩრდილოეთ ქვეყნებისკენ. იმიტომ რომ მზე ყველაზე ზევით არის და თან ყველა ტურისტს მაგ დროს ცალია, არც სკოლები, არც არაფერია, ძალიან ბევრი ხალხია ყველგან საცობები და ასე შემდეგ. ზოგადად ეს ამ პერიოდში მე არ მოგზაურობ ხოლმე რა. ნუ ეხლა მაინც შინაგან მოგზაური როდესაც ხარ კი მიწევს ხოლმე, მაგრამ შედარებით რა. ხო და აგვისტო ყველაზე ისეთია რა, არასასურველია აქეთ ხარებში წამოსასვლელად, თან ძალიან ცხელა. ხეთ, ალამაზი რელიეფია. ეხლა მე მოგერთ ნახეთ საათბაჭყავის სპეციალისტი გავილავიანი, ანუ მის ამბავში რა, რომ ძალიან ისე არ ვიყო. მოვიხვიე და თან კიდე წყალი დავისველე რაღაც, რომ ისე ვიყო რა, ცოტა შედარებით გრილად. თორე ეხლა ვეგეთქვით ფარენგეიტითაც რამდენი არის 112 ფარენგეიტია ეხლა ეს არის სადღაც მიახლოებით ალბათ 1.43-5 გრადუსი სადღაც ესე რომ საკმაოდ ცხელა. ნუ ეხლა მანქანა თუ გადმოდიან უცბად ჩამოირბენენ მიახლოებით 9 კილომეტრი არის პარკინგიდან ამ ადგილამდე გადაიღებენ სურათებს და გაიქცევიან. კიდე არა უშავად და ცოტა დიდხანს თუ ჩამოხვედი უკვე შეიძლება შემაწუხებელი იყოს მზე. ესეთი ამაზე რელიეფია და ჩვენ ახლა ავალთ აიქით გორის წვერზე სავით, პატარა გორაკის წვერზე, იმიტომ რომ იქიდან უფრო ისეთი კარგი ხედი იშლება. ხო, ახლა კიდე რაც შეეხება ამ გრანდ კანიონს. გრანდ კანიონზე ესე იგი ბევრჯერ იყო რაღაცა მსოფლიო საოცრებაში შეტანილი როგორც ბუნებრივ საოცრებაში. ეხლა ხო უფრო ისი არის, აი ადამიანებმა რაც ააშენეს მაგალითად რაღაცა ტაჯ-მაჰალი, რაღაცა იქ მაჩუ-პიქჩუ, ისე მაჩუ-პიქჩუს ვიდეო ვისაც არის ოფცნა ნახი YouTube-ზე, ნახეთ აუცილებლად. რავი, ეს უნდა მოგეწონათ რა. და ეხლა ფაქტურად მე ახლიდან დავიწყე ისევ მოგზაურობა. სულ ესე ვიზახი ხოლმე რომ უკვე მოვლილი მაქვს სოფლიო, აღარ უნდა მოგზაურო მეთქი, მაგრამ მაინც კი დარგინა შინაგანად რომ ეგრე ვარ. და ეხლა ახლიდან უნდა მოვიარო სოფლიო და თან ეხლა რახან YouTube-ი წამოვიწყე, გაჩვენებთ ხოლმე ვიდეოებს. ხო, ოღონდ ვეცდები რომ ესე ბლოგერები ეხლა ვინც ამ საქმეში არიან, ჩემთვის ეს საქმე არა, მე შინაგანად მოგზაური ვარ და თან ეხლა YouTube-ზე დავდებ ხოლმე ვიდეოებს და ვინც ახლა კონკრეტულად აი გადასაღება და სამონტაჟო და რაღაც მიდის, მე უფრო ვეცდები რომ ესე მე მობილური თვე ვიღებ და ესე ერთ კადრში, უწყლოდ კადრში გაჩვენოთ ხოლმე. ნახეთ ახლა აქედან უკვე როგორი სხვა სტილის ხედი არის, ანუ მაგალითად იქითხრიდან, აი ეს მხარი აღარ ჩანდა, მდინარე ესე მოდიოდა და წყდებოდა რა აქ. ეხლა უკვე აქეთ ამ მხარეთ ჩდება ნენელა. ხო, სხვათა შორის ვიდეოთი კიდე რაც აი ვერ გადმოიცემა რა, ყოველთვის ნუ თავისთავად ეს არის კლიმატი, სურნელი. ანუ ეხლა მზიანი არის, მაგრამ ტემპერატურას ხო ვერ გზნოთ. ეხლა აქ თითქმის მზიანი არის და ესეთი მზე შეიძლება მე იანვარში გადავიღო ვიდეო და იგივენაირად ვერ მიხვდეთ. ცხელა თუ სივა რა. ნუ ესეთი მომენტი არის რა და სურნელი კიდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდე ის შეგრძნება აი მასშტაბების, როდესაც აი ახლოს დგეხარ და აი რაღაცა სხვა სტილის მასშტაბების შეგრძნება არის, ეგაც ფაქტურად ვიდეოთი ვერ გადასცემ ვერავის, ასე რომ გირჩევთ ყველას შეძლებს დაგვარად იმოგზაუროთ რა.